მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო. დღეს ცივა ზუგდიდში საშინელი წვიმებია და მე თქვენ დღეს შემოგთავაზებთ კორი გუდის ვიდეოს. ის სტუმრობს ერთ-ერთ შოუს და ეს ვიდეო არის კითხვა-პასუხების სახით. აიტვირთა რუსულენოვანი 28 მარტს და ისე თვითონ ეს ვიდეო არის სატვირთული 22 მარტს ინგლისურენოვანი. მაშ მოდით მოვუსმინოთ. ხო, წინა ვიდეოში კორი გუდთან ერთად კორი ყვებოდა, რომ რაღაც არსება დასახლდა მის სახლში. თან ეს არსება ფიზიკურ ფორმაში არ არის, არამედ მას ვერ ხედავენ ფიზიკურად ამ არსებას, მაგრამ ეს არსება არის გონიერი უпростоრადაც გაცნობიერებული და კორი გუდი ამბობს, რომ მე ვყვებოდი ამის შესახებ წინა პოდკასტებში. იგივე პოდკასტებს უწოდებენ, ვიდეოა იგივე. ხო და თითქოს და უნდა შევჩვეოდითო ამას ყველაფერს. ჩვენ ვიყავითო დაკონცენტრირებული, ჩვენი ყურადღება იყო გამახვილებული იმაზე, რომ ჩვენი ბიზნესი დაგვებრუნებიაო, ეკლესიაში დაგვეწყო, გაგვეძლებიაო სიარული და ამ ახალმა კონტაქტმა ამ არსებასთან ისევ დაგვაბნიაო. ანუ გეგმები აურია დაურია ამათ. და ამდაგვარად კონტაქტი ამ არსებასთან იყო სხვაგვარად. ყველაფერი იყო სხვაგვარად. და ურთიერთობა, კონტაქტი ამ არსებასთანო გასვო თქვენთან საუბარს, მაგრამ ამავე დროს თითქოს ის გესაუბრებაო აზრებით, აზრთა ხატების მეშვეობით, ანუ რაღაც ხილვებით, გამოსახულებებს განახებს და ასე გესაუბრება. თითქოს და შენთან ურთიერთობა გქონდეს ხალხს, რომლებიც გესაუბრებიან იეროგლიფებით. მაგრამ ეს იეროგლიფები არისო ანიმირებული, ანუ მოძრაობს. და ჩვენ ურთიერთობის დროს მეო გავიგიო, რომ ის ყველაფერი, რასაც მე ვუშვებდიო, ესე იგი არ ვამახვილებდიო ყურადღებას ადრე, რასაც არ ვამახვილებდიო ყურადღებას და აზრი იმაში შედგებაო, რომ ამ მოვლენასო ვინც არ უნდა იყოსო, რაც არ უნდა იყოსო ეს მოვლენა, ეს არსება. ამას აქვსო სხვადასხვა დონე. ეს არისო ადვილი. კორი გუდი ამბობს, რომ ჩვენ ვიღებთო ტელეშოუს, მაგრამ მე იმ პირობით დათანხმდიო ამ ტელეშოუსში მონაწილეობაზეო, რომ მე მოყვებოდიო ამ მოვლენაზე. ხო, რომ ჩვენ დაუბრუნდითო, დავიწყეთო ეკლესიაში სიარული და ვცდილობთო ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვროთო. მე მინდაო გავაფრთხილო ხალხი, რადგან ეს მოვლენა, ანუ ეს არსება უფრო პოპულარული გახდება. ის მიიქცევს უფრო მეტ ყურადღებას იმასთან ერთად, ესე იგი, იმასთან ერთად, როგორც კი ეტაპობრივად დაიწყება ინფორმაციის გახსნა. და ადამიანები ცნობის მოყარეობის გამო მოუნდებათ ამ მოვლენასთან კონტაქტში შესვლა. მე მინდაო ამ ხალხს ეს ხალხი გავაფრთხილო, სანამ ისინი ამას გააკეთებენო. მე სანამ ამ შოუს, რომელშიც ის მონაწილეობს, რაღაც შოუს იღებენ და ეს მონაწილეობს კორი გუდი და სანამ მეორე ეტაპზე გადავალთო, ისევ შემოვიდაო ეს მოვლენა ჩემთან კონტაქტში. და ეს ყველაფერი ჩამოგავსო იმ ინფორმაციას, რომელსაც მე წარსულში ვღებულობდიო. და მაგ დროს არისო არსებითი განსხვავებები. ეს არ გასვო რაღაც ეზოტერიკულ ტერმინებს და არის ესეთი კოსმოსური კანონი ერთისა. არც ამას გავსო. ეს ჩამოგავსო შუა საუკუნებრივ ბიბლიურ ტერმინებს. წამყვანი ეუბნება, მე გავხდიო მოწვე მისა, თუ
რა ხდებაო თქვენთან შეფარდებაში იყო მნიშვნელოვანი თუ თქვენ როგორ გამოიყურებოდითო ამ კონტაქტის შემდეგ და ის რაც მე ვნახეო თქვენ თვალებში ამბობს წამყვანი ასეთი გამოცდილება როგორც თქვენთან ურთიერთობის გამოცდილება მივიღეო მე არასდროს არ მქონიაო და ეს არ გავსო ყველაფერი იმას რაც იყო ადრე კორიგუდი ამბობს მე არასდროს არავის გორდით არ ვიყავი როდესაც მქონდა კონტაქტი იმ ქვეყნიურ არსებასთან იმ ქვეყნიურ სამყაროსთან და წამყვანი პასუხობს ხო ეს იყო რაცხა უჩვეულო მე მგონიო ამაზე საუბარი არ ღირსო თუ ჩვენ ჩავთვლითო რომ ეს ამაზე საუბარს აქვსო ადგილი მაშინო ჩვენ მხოლოდ მაშინ ვისაუბრებთო ამ თემასთან დაკავშირებით მე მაქვსო შეკითხვები ამბობს წამყვანი წინა პირდაპირ ტრანსლაციის დროსო წამყვანი ამბობს რომ ვიღაცამ დასვა ასეთი შეკითხვა მოდითო წარმოვიდგინეთო ეს კითხვა ასეთი მოდითო წარმოვიდგინოთ რომ ვიღაცა თქვენ გაძლებთო ფულს და როგორ უნდა გაიგოთ რომ თქვენი ცდილობენ მანიპულირებას ან თქვენ კონტროლირებას რადგან თქვენ გაძლებენ ბევრ ფულს როგორ უნდა ავარიდოთო ამას თავი კორიგუდი პასუხობს რომ ეს ცოტა ისეთი რთული საკითხიაო და ჩვენ იმიტომ ვაკეთებთო იმას რასაც ვაკეთებთო და როგორ ვაკეთებთო ჩვენ გეგმავდითო ეს ყველაფერი გაგვეკეთებიაო პატარა მასშტაბებით და ცდილობდითო ჩვენი საკუთარი დაფინანსებით გაგვეცელებიაო ეს ყველაფერი და როდესაც თქვენ მუშაობთო არასაპროდიუსერო კომპანიებთან ანუ უბრალოდ სხვაგვარად გეტყვით როდესაც თქვენ არ მუშაობთო პროდიუსერულ კომპანიებთანო ალბათ ყველა მიცით ვინ არის პროდიუსერი მუშაობთო ქსელებთან სტრიმებთან ის კი არა კომპანიებთანაც კი რომლებიც უშვებენო ვიდეო თამაშებს როდესაც ისინი დებენო ფულს ამ პროგრამებში და აქვეყნებინო თქვენ კონტექსტს კიდევ გავამახვილებ ყურადღებას რომ კორი გუდი დაციკლულია თამაშებზე ვიდეო თამაშებზე ასე გონია პირველი შეხედვით მაგრამ ის თავის ამ საქმიანობას აფიქსირებს ამ ვიდეო თამაშებში იმიტომ რომ იცის რომ უმრავლესობა მაგალითად ახალგაზრდებისა იგივე ხანდაზმულებისა ზოგი იქით მოხუცები თამაშობენ ვიდეო თამაშებს და ამას უნდა ეს თავისი საქმიანობა ამ ვიდეო თამაშების სახით წარადგინოს რომ ეს რაც ეხება მის საქმიანობას და რაც ეხება უცხოპლანეტელებს კოსმოსს და ასე შემდეგ ხალხმა თამაშებით მიიღოს ინფორმაცია ხომ არის რომ ზოგი 24 საათით თამაშებით ცხოვრობს ხო და ამ თამაშების მეშვეობით მისი უკვე თამაშების მეშვეობით რომ ხალხმა გაიცნოს იმ ინფორმაციას რის მოწოდება უნდა კორიგუც მაგრამ ამავე დროს ისინი ვინც დაუშვათ აფინანსებს რამე პროგრამასო ისინი ცდილობენო რაღაცების შეცვალონო მაგრამ ჩვენო არ გვინდაო რომ ჩვენ რაღაც შევცვალოთო ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი ისე გამოუშვათო როგორც ჩვენ დაგვეგმეთო ამიტომ ამას რომ თავი ავარიდოთო და რომ თავი ავარიდოთო რომ განსაზღვრული ინფორმაცია ფილტრში არ გავიდესო ანუ ცენზურამ რამე რაღაცები ამ ინფორმაციიდან არ დააკავოს ან ანუ არ დაბლოკოს და იმ დაფინანსების ესე იგი ხელშეწყობით რომელსაც ჩვენ ღებულობთო ახლა მიდისო მოლაპარაკებები რომ მე შევინარჩუნო კონტროლი ამ ჩემ ინფორმაციაზე და ჩემ საქმიანობაზე პუბლიკაციის დროს ხელოვნების კონტროლი კომპანიაზე კონტროლი და ასე შემდეგ ადამიანი რომელზეც მე ხარ საუბრობ მე მას ვიცნობ 8 წელი
ამ ადამიანმა მიაღწიაო სრუფს $1,000,000-იან, უბრალოდ მიაღწიაო $1,000,000-იან ზღრუფს თითქმისო, მაგრამ ჯერ ამ ზღრუფს არ გადასვლაო, ანუ მიახლოებით მილიონერია ეს კაცი. ის მეხმარებაო მე ბევრ რამეში, წარსულში ჩვენ ვერ ვიღებდითო ფინანსირებას, რომ რამე გამოგვეყნებიაო. ჩვენ გავიარეთო ძალიან რთული პერიოდი და ჩვენ ვიცითო, რომ ამაზე იფიქრებენო იურისტები თუ როგორ დაგვეხმარონო, ჩვენ როგორ დაგვიცვანო. წამყვანი ეკითხება, ანუ კითხვა იგივე ეს. წინგში გიყვარდეთ ერთმანეთი, წერია თუ როგორ ხდება ადამიანების გაკონტროლება და როგორ ხდება შენი საკუთარი ნება დამონებული. და თუ ჩვენ ვერ ვამბობთ ვარს ჩვენ თავისუფლებაზე და ხელისუფლებაზე და ხელს ვაწერთ რაღაც გიჟურს, საკმარისია კონტროლი იმისთვის, რომ შეინარჩუნო ინფორმაციის სისუფთავე, ინფორმაციისა, რომელსაც ჩვენ ვავრცელებთ. კორიგუდი პასუხობს, მე ისეთი მძიმე გაკვეთილი მივიღე კონტრაქტებთან დაკავშირებითო. შემდეგი შეკითხვა და კითხვა ასეთია. ჩვენ ცხოვრობთო არამიწიერი ომის პერიოდშიო? კორიგუდი პასუხობს, ჩვენ ცხოვრობთო არამიწიერი ინტელექტუალური ომის პერიოდშიო. ამის შესახებ ბევრი კონტაქტორი ამბობს, რომ ახლა მიდის ბრძოლა ყოველი სულის გამო, ცნობიერების გამო. ახლა მიდის ინტელექტუალური ომი. და კორიგუდი ამბობს, რომ ეს იქნება ნიშნულობა არ აქვს, ეს იქნება ომი უცხო პლანეტელებთან, ან კიდევ სხვებთან. ეგ ძალიან რთული საკითხია, ეს ძალიან რთული შეკითხვა არისო. ბრძოლა ამ პლანეტაზე დედამიწის კონტროლისთვის მიდის და ეს ბრძოლა დედამიწის გამო, რომ კონტროლი შეინარჩუნონ რაღაც ძალებმა, დიდი ხანია უკვე მიდის. შემდეგი შეკითხვა, არის თუ არა იმედი იმაზე, რომ რეალობა შეიცვლება, ან ის უნდა დატოვო უკან, როდესაც მოხდება გადასვლა მეხუთე გაზომილებაში. კორიგუდი პასუხობს, ჩემ გაგებაშიო, როდესაც მოხდებაო ეს გადასვლა, ყველაფერი შეიცვლებაო, მაგრამ კვეთრად არ მოხდებაო ეს, არამედ თანდათანობით. ხო, ბევრი ამბობს ასე. ბევრი ხსნის გადასვლას ამდაგვარად. ტვინის ფიზიოლოგია დაიწყებს შეცვლას. შეიძლება ბევრი რამ და ჩვენ ყველანი შევძლეთ პირდაპირ ურთიერთობას, კონტაქტს ამ სამყაროს შემქმნელთან. ანუ არ დაგჭირდება ჩვენ არც მღვდლები, არც შუამდგომლები. ამიტომ ამბობ, რომ რელიგიებს ბოლო მოეხება. მე ამას იმისთვის არ ვამბობ, რომ ტკივილი მივაყენო მორწმუნეებს, არა. მე თქვენი ჩემ გეგმაში არ შედის ტკივილის მიყენება. როდესაც ადამიანს რაღაცის წამს და მას ებრძვიან იმის გამო, რომ მას ეს წამს, ეს ძალიან დიდ ტკივილს აყენებს ადამიანებს და მოქმედებს ვიბრაციებზე. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო. რელიგიების დრო ამოიწურა. რელიგიების შექმნეს იმისთვის, რომ ჩვენ გავაკონტროლებინეთ ხალხო. და ჩვენ არ გვჭირდება შუამდგომლები იმისთვის, რომ ჩვენ ჭეშმარიტ ნამდვილ ღმერთთან გქონდეს პირდაპირი კონტაქტი. ჩვენ თვითონ ვართ, ჩვენში ყველაში არის ნაპერწყალი ღვთაებრივი და ამ ნაპერწყლის მეშვეობით ჩვენ ურთიერთობთ. შეგვიძლია ურთიერთობა პირდაპირ ჩვენ წყაროსთან, ჩვენ გამჩენთან. და კიდევ ვიმეორებ, რომ ის ღმერთები,
რომლესაც სცემენ თაყვანს, სხვათა შორის არიან უცხოპლანეტელები და სხვათა შორის მუსულმანები და ქრისტიანები ერთნაირად წმუნობდნენ, ერთ დარბაზში იკრიბებოდნენ, იმიტომ რომ თავიდან ქრისტიანობას არ ქონდა ასეთი კანონი, რომ ხატებზე ეცათ თაყვანი. თავიდან ხატები არ არსებობდა როგორ არ იყენებდნენ ხატებს როგორ თაყვანიცემის საგანს. არც მუსულმანებთან მით უმეტეს არანაირი გამოსახულებები არ არსებობს, ხო? ამიტომ მუსულმანები და ქრისტიანები ერთ დარბაზში იკრიბებოდნენ, ერთად იკრიბებოდნენ, რადგან მათი თაყვანისცემლობა გავდა ერთმანეთს, მაგრამ იმის შემდეგ რაც კონსტანტინე ნებადართო კი არა კანონი შემოიღო, რომ ხატებზე ეცათ თაყვანი, შემდეგ უკვე ეკლესიის ბევრი წარმომადგენელი ხატებს კი მე ისიც მაქვს წაკითხული, არ მახსოვს ოღონდ სად, რომ იოანესაც აქვს დახატული ხატი, მოწაფეს, ღვთისმშობლის ხატი. მაგრამ ეგ ყველაფერი წარსულს ბარდება, ჩემო კარგებო. ჩვენ არ გვჭირდება ფიზიკური ხატები იმათი, ვისიც გწამს, მაგალითად, კოსმოსურ ჭეშმარიტ აბსოლუტ ღმერთს არ აქვს ფიზიკური ხატი. ის არის ენერგია, გონივრული, გაცნობიერებული ენერგია. და ვინ იცის, როგორ გამოიყურება მაგი, ფიზიკურად, როგორ შეიძლება ჩვენ ვნახოთ ის ღმერთი შექმნილი ამ ყველაფრის, როგორ შეიძლება ჩვენ ის ვნახოთ. კი, ახლა ბევრი იტყვის იმას, რომ ბიბლიაში ხომ წერია, რომ მაგალითად მოსეს უთხრა იმ ძალებმა, რომლებმაც მოსეს სასწაულები ანახეს, მაგალითად თითქოს იწვებოდა ბუჩქი. სინამდვილეში ამ ბუჩქზე იყო მიშორელი ლაზერული სხივი და მაშინ იმდროინდელი პრიმიტიული ადამიანებისთვის აუხსნელი იყო ეს ყველაფერი და თავი დახარეო და არ მიყურო, რომ შემდეგ არ მოხდიო, ხო? აი ბევრი ამაგალიც მოიყვანს, ესე იგიო ღმერთი ნახაო მოსცემდა, ამიტომ მოგდებოდა რო ენახაო. რო შეხედაო ღმერთზე. რა არის იცით საქმე, რა შეა საქმე? ის უცხოპლანეტელები, რომლებიც ჩვენ ღმერთებად მიგვაჩნია, მათ აქვთ ძალიან ძლიერი ენერგეტიკული სიძლიერე. და უბრალო ადამიანისთვის ეს არის სასიკვდილო. ამიტომ, როდესაც წარსდგებოდნენ დაუშვათ ვინმეს წინაშე ეგრეთ წოდებული ღმერთები, რომლებიც არიან უცხოპლანეტელები და რომლებიც ვართ ჩვენ მომავლიდან ბევრი არის ნეგატიური. მაგრამ ჩვენ მათი ენერგეტიკა ჩვენზე ძალიან საზიანოდ მოქმედებს. მაგალითად რა, გაგიგონიათ ალბათ რა ზის, არა მე აქედან არ ვკითხულობ, უბრალოდ არ მინდა ჩამიქრეს ეკრანი. ამიტომ თითს უჭერ ხოლმე. აქ მხოლოდ კორიგუდის ვიდეოა და ალბათ ყველას გაგიგონიათ რა ზისგან დედამიწაზე ადრე ჩამოდიოდნენ იქაური ცხოვრებლები, ისინი მათ იმდენად მაღალი ენერგეტიკა ჰქონდათ, რომ ხალხისთვის ზიანი არ მიეყენებინათ, ისინი იკეთებდნენ ოქროს ნიღბებს და ოქროს რაღაც სამკაულივით იყო, დიდი სამკაულივით. მაგის შემდეგ რომ ოქრო შემოვიდა მოდაში, სინამდვილეში თქვენ იცით ხალხო, რომ ოქრო ყველასთვის არ შეიძლება ოქრო რომ ატაროს,
ვინც ენერგეტიკულად ძლიერია, ესე იგი, ვისაც ძლიერი ჯანმრთელობა აქვს, მათ ოქრო არ ავნებს, მაგრამ ოქრო ისეთი მეტალია, რომ ისრუტავს ენერგიას ადამიანისგან. ძალიან მძიმე მეტალია სატარებლად. და ეს ოქრო ვიცავათა ვინც მოხუცია და ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული. ვერცხლიც ასია. ვერცხლი ყველა არ ატარებს. მაგალითად მე ერთ პერიოდი მქონდა ახალგაზრდობაში. ვერცხლი ძვირი არ ღერდა და სულ შეფერადებული მქონდა კანი. და ვერცხლს აქვს თვისება ადამიანი, როდესაც ვერცხლის სამკაულს იკეთებს, ის იწინება ნეგატიური ენერგიისაგან და ნეგატიური ენერგია მასე არ მოქმედებს გარედან, როდესაც ამ სამკაულს ატარებს. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ყველა ვერ ატარებს სამკაულს. მით უმეტეს თევზებისთვის, თურმე დიდი ხნით მე თევზი ვარ. თევზების დიდი ხნით ამ სამკაულის ტარება არ შეიძლება. სადღაც 8 საათი, მაინც მართალია მე ყურები მიღიზიანდებოდა, რომ ვიკეთებდი მაგ ვერცხლსაყურებს. და ყველა ქვას, საერთოდ ყველა ქვას აქვს თავთავისი დანიშნულება, თავთავისი თვისებები. და ლეტალიას აქვს ამბობი, ნათქვამი, რომ ძვირფას ქვებს არ უყვართო, როდესაც მათ ჩარჩოში ათავსებენო. ანუ როდესაც ქვები ხარის რომ ხანდახან ძვირფას ქვებს ბეჭდებში დებენ, საყურეებში, ხო, საყურებს აკეთებენ. თურმე ძვირფას ქვებს არ უყვარს, რომ მათ ჩარჩოებში ათავსებენ. ქვები ცოცხალი არსებებია. მას მოდით გავაგრძელოთ. და კორიგუდი ამბობს, რომ თუმცა მასე გამოდის, როდესაც ჩვენ გადავალთ მეხუთე განზომილებაში და მერე შემდეგ ზევით ავიწევთ, ჩვენ პირდაპირ კავშირი გვექნება ჩვენ აბსოლუტ ღმერთთან. და კორი ამბობს, რომ შემდეგ იმ არსებებსო ანგელოზები იქნებიანო, ესენი დემონები იქნებიანო, თუ ვინც იქნებიანო, ისინი მათ უკვე არ მოუწევთო ჩვენ შორის და აბსოლუტი ღმერთ შორის, ჩვენი გამჩენი შექმნელი შორის ჩადგომა. იმიტომ რომ ჩვენ ვიქნებით სიახლოვეში ღმერთთან, წყაროსთან, რომელმაც შექმნა ეს ყველაფერი. და მართალიცაა, იქ ყველა ცხოვრობს ერთი ოჯახით. ეს აქანე უკვე მარტო აქ არა, სხვადასხვა პლანეტებზეც ხომ არის ცხოვრება. სხვადასხვა ცივილიზაციები ბინადრობენ სხვადასხვა პლანეტებზე, სხვადასხვა ვარსკვლავებზე, სხვადასხვა galaktikებში და მართალიცაა, მაგრამ ახლა ამჟამად პირველი ეტაპი დაახლოებისა ჩვენ შექმნელთან ეს იქნება ის, რომ გაუქმდება ყველა რელიგია, ყველა აბრამული რელიგია, რომელსაც აქვს ერთი წყარო. და ეს წყარო არის არ მახსოვს ახლა იმ კარგი, მოდით, დავანებოთ ამას თან. დამავიწყე ოზირისი გამახსენდა. ოზირისის წყარო. ოზირისის კულტი იყო ადრე და ყველა ეს სამივე ყველა რელიგიები აბრამული მოდის იქედან, ამ ოზირისის კულტიდან. ოღონდ ზოგი გააქრისტიანეს, ზოგი გაამუსულმანეს, ზოგი კიდე იუდეველთა რელიგიას შექმნეს. მაგრამ სათავე წყარო არის ოზირისის კულტი. ხო, ჩვენ შემდეგი შეკითხვა ეხება ერთ ადამიანს, რომელსაც ჩვენ ვიცნობ და მე მოვიძებნიე მასზე რაღაც ინფორმაციები, ამბობს წამყვანი. მედიუმ ბრაუნი ამტკიცებს, რომ ჰქონდა კავშირი პროგრამასთან,
რაღაც თვალიო თუ რაღაც პროგრამა ასეთი ისეთი ხმაურია არ მესმის რას ამბობს ეს კაცი ეფიტუთით ახალე უსასხმელებს გავიკეთებ და წამყვანი ეკითხება პორი გუდის თქვენო ენდობითო ლეტი ბრაინს პორი გუდი პასუხობს რომ ისინი გავლარიანო ისეთ ადამიანებს რომლებიც არ იტყუებიანო მაგრამ ინფორმაცია სწორიაო იმ დონითო ანუ იმ დოზითო რა პირობებშიც ამათმა მიიღეს ეს ინფორმაცია ზოგჯერ ამ გამოაშკარავებლებს რომლებსაც უნდათ ინფორმაციის გახსნა აწოდებენო ინფორმაციას ისეთ ინფორმაციას უბრალოდ ისეთ ადამიანებსო რომელთან დაკავშირებით არიან დარწმუნებული რომ ისინი ამ ინფორმაციას გახსნიან უფრო მოგვიანებით ანუ ის ხალხი ვინც ამ ინფორმაციას აცდის მათთვის კარგად არის ცნობილი ადამიანის ფსიქოლოგია აქ შეიძლება ბევრი რამე ხდებოდეს იქნებაო და ამ გავხსნელების მოძრაობა ვისაც ინფორმაციის გახსნა უნდა ცოტა ქაოშიაო სხვათა შორის მე მინდა გითხრათ რომ ტრამპმა გასცა ბრძანება რომ დაიწყო ფალების გასაჯაროვება რომლებშიც არის დენა ინფორმაცია უცხო პლანეტელებზე და ცივილიზაციებზე და რომლებშიც დენა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ჩვენ გარდა კიდევ არის სხვა ცხოვრებაც სხვა სიცოცხლეც ხო პორი გუდი ამბობს რომ ჩვენ ალბათ უნდა მოვიცადოთო სანამ ტრამპი ხელს მოაწერსო საბუთს რომლის მეშვეობით მოხდება გასაჯაროვებაო მაგრამ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი გასცა ბრძანება ეს ახახან ნახე ინტერნეტში ამ გუშინ თუ გუშინ წინ და ეს ვიდეო არის მარტში ჩაწერილი ასე რომ კორის აუსრულდა სურვილი და იმ სკეპტიკოსებს რომლებსაც არ ჯეროდათ რომ ჩვენ გარდა კიდე სხვა სიცოცხლე არსებობს სხვა ცხოვრება არსებობს სხვები და მარტო ჩვენ არა ვართ სამყაროში და დედამიწაზეც კი ჩვენ გარდა კიდევ ბევრი ცივილიზაცია არის ამაში თქვენ დარწმუნდებით ძვირფასო სკეპტიკოსებო ხო წამყვანი ეკითხება და რა ინფორმაცია იქნებაო გასაჯაროვებული ხომ არ იცითო ხომ არ ეხებაო ამ ინფორმაციის გასაჯაროვება პროგრამასთან Looking Glass ხო ასეთი პროგრამა იყო Looking-ის თვალი Looking რა არ ვიცი რა პროგრამაა ეს და პორი გუდი პასუხობს რომ ნახოთო შეიძლებაო კორი ამბობს შეიძლებაო რაღაც ნაწილი ინფორმაციისა გასაჯაროვონო მაგრამ რაღაც დატოვონო შემდეგი მომენტისთვისო მოგვიანებითზე გადადონო მე არ ფიქრობ რომ დასაწყისში იქნებაო რაღაც მთელი გახსნა გასაჯაროვება ამდაგვარი ინფორმაციისაო შემდეგი შეკითხვა არისო რაღაცა რის მეშვეობით ჩვენ შემძლეთო რის დახმარებით შემძლეთო ჩვენი სულიერი მდგომარეობის აწევასო ანუ შეძლეთო სულიერად განვითარებას პორი გუდი ამბობს მე ფიქრობო რომ ჩვენ რაც შეიძლება ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ იმისთვის რომ სტრესი მოვიცილოთო ჩვენი ცხოვრებიდან თავი ავარიდოთო ყველა სტრესს ისე მდგომარეობებს რომელიც იწვევს სტრესს როდესაც თქვენ რაღაც ხელვარება გაწუხებთო როდესაც თქვენ გშიათო როდესაც თქვენ ნერვიულობთო თუ კომუნალურები ან ქირის თანხა როგორ გადაიხადოთო იმაზე
ყველაფერი ეს მოქმედებსო თქვენ ვიბრაციებზე. მართალია, იმიტომ რომ ახლა აი შორს არ წავალ, ისევ ჩემ მაგალითს მეუბრუნდები. მე როგორც გითხარით, ყოველ სამთოში მოდის ჩემთან კომისია და ყოველ სამთოში მაქვს დასაწერი განცხადება ბინის ქირაზე. და ի პირველი თვე ყოველთვის არის სანერვიულო, არა მე ცდილობ არ ვინერვიულო, მაგრამ მაინც დაძაბული ვარ თუ რა პასუხი მოგივა, ახლა SMS-ი მოდის თუ დაკმაყოფილდა. ხო, ჯერ SMS-ი მოგივა, რომ დაკმაყოფილდა თონი მოთხოვნილება, თონი განცხადება. შემდეგ ესეთი და მე კიდე პირველი თუ ყოველთვის იგვიანებს. ეს კარგი, ახლა განცხადება მოდის და მშვიდად ვარ, რომ მეცოდინება რომ ჩაირიცხება ბინის ქირა, მაგრამ ადრე SMS-ებს არ მიგზავნიდნენ და სულ იმის ნერვიულობაში ვიყავი. ახლა მე ვცდილობ არ ვნერვიულო, მაგრამ მაინც დაძაბული ხარ. რაღაც შიშები გაქვს მაინც მცირედი მაინც რომ აი რო არ დაგიფინანსონ რით გადაიხდი, ხო და ამდაგარი წვრილმანები თლად ახლა სრულიად სტრესს და ნერვიულობას ვერ ამოფქვნი, მაგრამ უნდა ეცადო მაინც, რადგან ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენ ვიბრაციებზე. მაგალითად, ახლა 27 წლისთვის ბინები უკვე თითქმის ნაწილი თავდება შენებლობა, ნაწილი ისეთი კარგი ბინებია, დევნილების ბინების უდიჩი და ახლა ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ახლა არის აპრილი. მართალია მე ვცხოვრობ უფრო არ ვფიქრობ იმაზე, რომ როდის მოვა ბინას, როდის მივიღებ, მაგრამ ახლა არის აპრილი და აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. შეიძლება მთლად გაიზარდოს კრიტიკული დონე კოლექტიური ცნობიერებისა და მოხდა უცებ გადასვლა. პირველი გადასვლა მაგას მერე მოყვება მეორე, მესამე. მაგრამ შეიძლება რაღაც დრო დასჭირდეს. და ახლა ვფიქრობ ხანდახან, არა, პრიორიტეტი ჩემთვის არის გადასვლა, მაგრამ სანამ დედამიწაზე ვართ, ხომ მაინც გინდა შენი კუთხე გინდა. მით უმეტეს მთელი ჩემი ცხოვრება დავტანწალობ ბოშები რო ადრე დადიოდნენ მაპატიეთ ასეთი უხეში სიტყვისთვის, ტერმინისთვის. და ფიქრობ ახლა ოცნება არავნებს არავის, ხო? ფიქრობ ახლა. მაგალითად მე რომ ახლა საშუალება მქონდეს, ახლა სესხი რო მქონდეს აღებული, ავიღებდი სესხს საპენსიოს. ხო. და წინასწარ გადავიხდიდი ამ თვების პულს, რომ ეს დაძაბულობა მოხსნა. რადგან ეს მოქმედებს ვიბრაციებზე, ხო? მაგრამ სამწუხაროდ მეორე ადგილი მაქვს დამატებული. და ფიქრობ ახლა მე, ხო? და ამდაგვარად, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ახლა მე აქ ვიტყურები. 3 თვე, უკვე 4 თვე დაიწყო, მე რაც ვიტყურები. ახალი შემოსული რო ვიყავი, მაშინაც ვიტყურებოდი. გარიანში მოდიოდა, კარგი ხა მე თქვენ თავს არ მოგაბიცრეთ, უბრალოდ იმის გამიდა, რომ მე მეგონა რომ სოციალურს მიწერა უნდოდა, თურმე არ ყოფილა მასზე. ის კაცი ეთყობა იმ ხალხმა მოატყუა, იცოდა რომ რაღაცა სხვა თავდა, ალბათ. მე ყველაფერი გავარკვიე, სოციალურს ვიყავი. მიწერა კი არა, გადამისამართებას გამიკეთებენ, რადგან მე მანამდე 23 წელს მაქვს გაკეთებული. და შეიძლება ხელშეკრულება მოგთხოვონო. და ამიტომ მითმედი დატბორვას. წამედგინეთ ადამიანმა არ გამაფრთხილა მე რომ აქ იტყურებოდა და გავერთხილებია, რომ ქვევით არ დადო არაფერი. არა, წაიყვა ყველა ოჯახის წევრებმა
წაიყურა ეს და მე გადავიდოდი აქედან უფრო ადრე მოვძებნიდი რამეს ამ სოციალურის გამო რომ მეგონა რომ მიწრა იყო საჭირო სულ ზარავდები რაც აქ მოვედია ამ ოთახში ამ ოჯახში ზარალის მეტი არაფერი მინახია არავინ მართხილებდა შემდეგ უკვე საწავიდოდი ხო სოციალურის გამო შევიკავე თავი თორემ ამდენ ხანს გადავიდოდი აქედან მე შემდეგ კატარაქტა შემდეგ კატარაქტის ოპერაცია ამას ყველაფერს დრო დასჭირდა გაიჭიმა და შემდეგ რატო გამოფხიზდი მე ძალიან რთულია ოთახის შოვნა ძალიან იმიტომ რომ ან ხაზიკასთან ერთად ხარ ეს მე არ მაწყობს თან ისეთი გარემონტებული ოთახებია მე რაში მაწყობს ასეთი ოთახი ან დიდი ოთახებია ან ზედასართულია მესაც შემიძლია კი ხა ბინას თუ მივიღებ ეს ალბათ ჩამოვა მაგრამ იქ შიგნით მექნება ყველაფერი საჭირო ოთახი წყალი ყველაფერი აბანო შიგნითაა ხო ბინებში და იქ ზევიდან ჩამოდი ადი ხო და ფიქრობ ახლა ხანდახან აი ეს ჩემი გამოცდა ეგება კი არა ჩვენ გვიქვია ხანდახან ტრიგერებს როდესაც ჩვენ უფრო ხშირად გვიქვიან ტრიგერებს ტრიგერულ მდგომარეობებს ან გვიგზავნიან ხალხს რომლებიც ჩვენ გვატრიგერებენ გვაბულინგებენ ეს უნდა ყოფილა ყველაფერი ჩვენი გამოცდა და აი ეს ჩვენ ყველაფერი უნდა გადავნახოთ ეს ჩვენ ყველაფერი უნდა გადავამუშავოთ მივიღოთ არ უნდა გავბრაზდეთ ესე იგი მე ახალ ვიდეო და კიდევ თქვენ 5 სტადია სულიერი განვითარებისა აი ხშირად მიგზავნიან მე ამდაგვარ ვიდეოებს როდესაც დავუშვათ უკვე უარ შემიძლია უკვე ისე გროვდება ჩემში აი ეს ყველაფერი არ მიღება იმ მდგომარეობისა რომელშიც მე ვარ მე მიგზავნიან ამდაგვარ ვიდეოებს რომ გამოფხიზლდე ხო და შემდეგ უკვე ამდაგვარ ვიდეოს რომ წავიკითხავ შვიდები იმიტომ რომ ძალიან რთულია რასაკვირველია გაუძლო მას ყველაფერს შენ როგორ გვანძღავენ როგორ გიყვი ამ პატარა ბავშვით იმის გამო რომ შენ ვერსად ვერ წახვალ გექცევიან ისე თითქოს და შენ ხარ არარაობა არის ისეთი ადამიანები რომლებიც თან შენზე უმცროსი დედის ტოლა ხარ და შენ პირდაპირ გეუბნებიან ხო ხედავ მე შენ არ გინდობო ხო ხედავ მე შენ რომ არ გინდობო გეუბნება პირდაპირ შვილის ტოლა სიტყვიერად და იცით რა ჩემი პრინციპები ყოველთვის ეწინააღმდეგება ვიღაცების პრინციპებს და ხანდახან მე ამას ვერ ვიხებ რომ ადამიანი იქცევა უსამართლოდ იქცევა არაკეთილსინდისიერად ხო და დაუშვათ რამის რო გეტყვიან შენ რატომ ერევი ეგება მე ვატყუებ ამ პიროვნებას ხო ასეთ პასუხს მაძლევენ ხოლმე მაგრამ ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე რასაკვირველია მე მთელი ჩემი ცხოვრება იძულებული ვიყავი დროებით ეცრიზე იძულებული ვიყავი სხვების შკوازე მევლო და ჩემი პრინციპები დავიწყებოდა მაგრამ ახლა როდესაც მე ფიქრობდი რომ მე უკვე ნერვებს არავინ მომიშლის რომ მე სანერვულო არაფერი მაქვს დაიწყო ეს მეორე ეტაპი ჩემი და ამის მიუღებლობამ გამოიწვია მე ასე ფიქრობ და დავამტკიცე რომ ეს ასე არის გაღიზიანება ჩემი ჭიყვისა და ის რომ კვანძი გამიდიდდა და მარჯვენა მხარე ჭიყვისა გადიდდა აი მე ფიქრობ რომ არის ამ მიუღებლობის ბრალი
ამ დაძაბულობიდან გამომდინარე მე იქნებ გამომდინარე რომ მე დავუშვათ წმინდა სხვა არ იცავს სულის ეს მე მაღაზიანებს და კამათში შევდივარ ამ ადამიანთან ჩემგან მე ხომ მარტო არა ვარ აქ ახლა და იმ ის ადამიანთან მეუბნება შენ რატო მათლმე შენიშნას მოცეს შენიშნა ხასიკა ვერეუბნება ვერაფერს არ უნდა იმ ადამიანს აწყენინოს და მე ფიქრობ ახლა და თან წავაწყდი ვიდეოს ისევ რომ მომავალში მახსენა რომ მე უნდა მივიღო სიტუაცია ისეთი ახლა შენ თუ არ კლავენ არ წემენ შენ არ ну ჯაბნია და გამცირებენ ეს არის კი ახლა მე საერთოდ კონფლიქტი არ მიყვარს და თავს ვარიდებ ყოველთვის კონფლიქტს და ის ადამიანი რომელიც კამათობს ხშირად იმიტომ რომ ხედავ რა საკეთებს ხედავ ხო არა და იქ ნიჟარა გვაქვს თებშების სარეცხე ხო აბანო იქეთა ну რაღაცას ცოდავს ასე ვთქვათ ჭყალებში და მე ფიქრობ ახლა რატომ არა მოვიღებ ხმას იყოს რაც უნდა იმ ადამიანს მე ვერ გამოვასწორებ კი ეს ნერვებს მოქმედებს იცით როგორ მოქმედებს მე ვრეცხავ იქ თეებში ხო მე მარტო ვარ მაგრამ მე შელეთი ვრეცხავ ყველაფერს და რატომ მოყვები ახლა მე ჩემი ამბავი აი ასეთი სიტუაციებში ბევრია ასეთ სიტუაციებში რა ვქნა ახლა გადასვლით რაც რომ და მოძებნო ბინები ძურია ან ისეთ პირობებში არა მე კარგი ოთახში და თან შეგემოზე მე ხო რაღაც მაქვს ლიფტები ბანკები რაღაც საჭირო ყოფადი ლიფტები რაც გჭირდება ხო არ გადავყურე ხო იქ ვინ დაგაწობიებს მაგას გარემონტებულ სახლში რა შეჭირდება მე გარემონტებული სახლი და ახლა თითქოს შეიცვალენა ჩემს მიმართ იცით რა თან გამლანცხა იმ ადამიანმა შენ ნდობა არ გვახსოვ ჩემს მიმართ არა და რა ნდობა უნდა მქონდეს ნდობა მოდის საიდან როგორ უნდა მქონდეს ნდობა როგორ როდესაც მე ვერაფერი ვერ ვთხარი იმიტომ რომ მე ისეთნაირად მდგომარეობაში ჩამაყენა იმ გოგომ რომ ჩემ თავში დავეჭვდი წარმოგიდგენიათ ისეთნაირად ლაპარაკობდა თითქოს ყოფილიყო 100%-იანი და დამაეჭვა ჩემ საკუთარ თავში არა და მე ინსტინქტი მაქვს კარგად განვითარებული არა და გძნობ რომ რაღაცა ხდება ხო ჯერ რანდობაზეა საუბარი არ ვთქვი იმიტომ რომ კამათში გადავიდოდა ყველაფერი გადაიზრდებოდა ამათ ისე ლაპარაკობენ ესენი მდგომრებთან რომ აჰა არაფერს შეატყუებდნენ მდგომრებს არაფერს უწეხავენ მდგომრებს არა და დენის ფულს თურმე 10 თეთრი ძეგლიც მახტევიებენ ახლა არ ვიცი რა იქნება არ მithქვამს არაფერი არ მithქვამს არ გამაფრთხილეს რომ აქ იტყურებოდა ოთახი ხო აი დობა და შენო არ გვენდობიო კიდევ რაღაც სიტუაციები იყო რა დროსაც რაღაცები გამოვლინდა ხო და ახლა მithumetes მე დამაიჭვა აქ ბებია იყო 2 წელი ვიხდიდი ზედმეც 10 თეთრით მეტი აქ ბებია იყო და მაგის შემდეგ დავეჭვდი მე ჩემი ახლობელი მუშაობს ენერგოპროში აქ თუდიჩი და იმას მიწერა აქამდე მიმეწერა კოორდინატები მივეცი და გამიგო ტარიფი მოგიდგენიათ 24 თეთრი იყო არის ტარიფი ამ ქუჩის და ესენი მე მახტევიდნენ 24 ტარიფს და კი თითქოს პარტის ცემდნენ პარტისმა იციან ცემდნენ რადგან აქეთ ცემდნენ პარტის აქეთ მატყევდნენ ახლა რატომ მოვიყვანე მე ის იმიტომ კი რომ შეგჩიმოთ არა აი ადამიანები როგორ იქცევიან მაგალითი ხო ისეთნაირად გამომლანცხა ქვია იმ ბავშვმა რომ
მე ჩემ თავში დავეჩვით რომ მე სამართლოდ მიქცევი წარმოგიდგენიათ ამიტომ ეს მაგალითი მოვიყვანე კარგი მოდი ჩვენ ხა ისევ გავაგრძელოთ ჭიმა შეწყდა ამიტომ მე ამ უსასმნებს მოვიხსნი იმიტომ რომ ცოტა ყური ვარ გონი ვარ მაშ გავაგრძელოთ და ტყორი გუდი ამბობს ახლა იმას რომ უნდა ისეთ სიტუაციებს თავი მოარიდოთო მაგრამ ახლა ჩემ შემთხვევაში როგორ მოვარიდო თავი აი ჩემნაირ შემთხვევებში ბევრია როგორ უნდა მოვარიდო თავი დაუშვათ სტრესს როდესაც შენ სტრესავენ შეგნებულად ძალიან რთულია თავი მოარიდო ხო მაშინ აქედან უნდა გადახვიდე მე მინდა აქედან გადასვლა მინდა აქედან გადასვლა იმიტომ რომ თვითონ ადგილი მოხვდე ჩემზე ნეგატიურად და ვიცი ახლა თუ რამე გაფუჭდა ზოგს დადება არ უნდა პარისეთი აქ ხალი ბაზარში ვაჭრობს ყველაზე ქარხნულ ყველაზე და იმასაბოს ყორი გუდი ახლა მე უნებლიეთ მაქვს სტრესი უნებლიეთ მაგრამ მე ხა ჯერჯერობით ყოფნის ახლა ეს არ ვიცი იცით რა თქმის კიდე მეშინია რომ არასწორად გამიგოთ საერთოდ ამდაგვარი მდგომარეობა გამოუვალი ხდება ისეთ ოჯახებში სადაც არის ნეგატიური მორევი ქარიშხალი და კაჩავენ ამ ნეგატიურ ენერგიებს ხომ არის მაგალითად ლოთების ოჯახში სადაც ოჯახის უფროსი სვამს და შემდეგ შავდღეს ახრებს ოჯახის წევრებს ან ცემს ცოლს ან იგინება ძალიან ბევრი ასეთი ოჯახები ძალიან ბევრი ან დედმამიშვილებმა ვერ გაიყვეს შობლების მიერ დატოვებული სახლი და ძალიან ბევრი მდგომარეობებია სრული მდგომარეობები შეიძლება აღმოჩნდეს აგეუბნებით აი გადიხარ ბაზარში დახლებს ხო არც კი იყურები და უკვე გეუბნებენ აბა რა გნებად ქალბატონო რა გნებად არც კი შეგიხედე და თუ გაიხედე ჯო უკვე გამოჭერილი ყავხარ ამ დროსაც იქნება სტრესი და ყორი გუდი ამბობს რომ ჩვენ უნდა ვეცადოთო ამას ყველა ამბობს გოგოებით რომლებიც ვიდეოებსაც მე თქვენ ხოლმე გითარგმნით ისინიც ამას ამბობენ ძალიან რთულია არ გიუნდით რომ იოლია მაგრამ ძალიან გთხოვთ თქვენ ვერავის ვერ გადააკეთებთ ვერ გადაასწორებთ თუ არის საშუალება მაგრამ ესეც იცოდეთ თქვენ სადაც არ უნდა წახვიდეთ თქვენ მასეთ ადამიანებს გამოგიგზავნიან იმიტომ რომ თქვენ მაგალითი არ გამოიყვანეთ წამოდგინეთ ხარ სკოლაში აი საკონტროლო გააქვთ ხო და თქვენ ერთი მაგალითი ვერ გამოიყვანეთ მეორეზე გადადით მაგრამ ეს მაგალითი ხო გამოყვანილი არა იმას უნდა მიუბრუნდეთ ხომ ისე ასე არ დაგანებებენ თავს თქვენ თუ აქ იმისთვის ხართ მოსული გამოცდილების მისაღებად ნეგატიური გამოცდილების მისაღებად ვინც არის აქ მოსული მაგას კარგით ხარ რაზოს დაათენდება ის სანამ არ მიიღებს იმას რომ ის ამ ნეგატიური გამოცდილება უნდა გადახარშოს სანამ ამ ნეგატიურ დავალებას არ შეასრულებს მაგის ცხოვრება სულ მასე იქნება და ნუ გაიფიქრებთ რომ აი იმას რადგან ის ასე მომექცა ისე მომექცა იმიტომ არის ისე დღეში ან ზოგს უხარია მაგალითად ზოგიერთებს რომ ხედავენ ისე მდგომარეობაში ბინიდან ბინაში დადიან ქირაობენ უჭირთ ხო ეს არაა სასიხარულო ეს იმის გამო არ ხდება რომ დაუშვათ თქვენ რაღაცით გაწყენინათ ან თქვენ მშობლებს აწყენინა და ესეც კი ცოდვა აი ესეც კი რომც გაწყენინოს თუ ასე ისაუბრებთ ასე იფიქრებთ ეგიც
აგდებს ქვევით ვიბრაციებს. არავინ არავის გამო არ ისჯება. ყველა გადის ან თავისი კარმის გაკვეთილს აქვს, ან გადის თავისინებით გამოცდილებას. ბევრი ჩვენგანი აქ არის მოსული თავისინებით და თავისინებით არიან ჩავარდნილები ისეთ ოჯახებში და ისეთ გარემოში, რომელშიც არიან. აი ეს უნდა შეიგნოთ. და ნურას დროს არ უნდა თქვათ მაგალითად ხანდახან მეც წამოვწდება ხოლმე, თუმცა ვიცი სიტუაცია. აი რატომ მე როდის დამთავრდება მაგალითად ჩემი ტანჯვა, როდის დამთავრდება ჩემი ბოდიალობა, ან როდის დამთავრდება ეს კოშმარი, ხო? ასეთ რაღაცები და უშო და რაღა მაინდა-მაინც მე, ხო? ასეთ რაღაცებიც არ უნდა თქვათ. ამას თუ ამბობთ, ესე იგი თქვენ ჯერ არ ხართ სულიერი განვითარების დონეზე. თქვენ უბრალოდ რომ ციყოთ, აი ძიების გზაზე ხართ, სულიერი განვითარების ძიების გზაზე, მაგრამ მაინც წამოგწდებათ. ეს მინუსია. აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენი თავების დამუშავება იმისთვის, რომ ჩვენი სული გადავარჩინოთ. და კორიგუდი ამბობს, რომ მე ფიქრობ, რომ თქვენი ცნობიერება და თქვენი ვიბრაციები, ეს არისო პროცესი. მართლაც ასეა, ეს არის პროცესი. ეს არის როგორც ყუნთების ვარჯიში. თქვენ უნდა გააგრძელოთ მედიტაცია. რა არის მედიტაცია? არა აუცილებელი უსმინოთ რაღაც დამამშვიდებელ მუსიკას, ან დააშვიდეთ ლოტოსის ფორმაში. მე ვერ დავშვიდები ლოტოსის ფორმაში, მაგრამ დაუშვათ მედიტაცია ეს, როდესაც თქვენ კიდე თქვენ თავთან მარტო დარჩეთ, რამეზე იფიქროთ თქვენ ცხოვრების გზაზე, იფიქროთ იმაზე, თუ რაში მდებარეობს თქვენი ამოცანები, თქვენი ცხოვრების ამოცანები, რისი სხვათ აქ მოსული, ან ხანდახან წამოვწვევი მე და აი როდესაც წამოვწვევი, ან საღამოს დავწვევი ადრე, როდესაც სიცივეა, ან ვასვენებ ხერხემალს, მე ფიქრობ ხოლმე. ფიქრობ და რაღაც ხატობრივ სურათებს მაძლევენ, მაგრამ ჯერ ბევრი რამ არ მესმის. მელაპარაკებიან, ხან ხელს მიქნევენ, ხან ვიღაცის სილუეტებს ხედავ, ბევრ რამეს ხედავ, მაგრამ ხანდახან მანქანას ხედავ და ერთ-ერთ კონტაქტორს აქვს ნათქვამი, მგონი პანდორა იყო. ხანდახან ხედავ მანქანა, ზოგჯერ მანქანა მიდის წინ, ან ბრუნდება უკან, ან შემოbrunდება ჩემსკენ და პანდორამ თქვა, რომ პანდორა იყო თუ ვინ არ მახსოვს, მგონი პანდორა იყო, რომ თქვენ როდესაც მანქანას ხედავთო და იმის მიხედვით საითკენ მიბრუნდებაო მანქანა, ეს ჩვენ გვეუბნებიან თუ სწორი მიმართულებით მივდივართ თუ არა. მე ხშირად ხედავ მანქნებს. ხო და იმის მიხედვით თუ მანქანა საითკენ მოbrunდება და საითკენ წავა, მე ხვდები, რომ რაღაცაში ვარ სწორი თუ არა ვარ სწორი. და არ შეგეშინდეთ. ერთი ზოგს ეშინია, ზოგს აქვს იმის უნარი, რომ ნახოს ადამიანში რაღაცა, ხედავს ადამიანში რაღაცას და მას არ უნდა მას ეს უნარები რომ აქვს. პირიქით ამას ებრძვის. და ან ეშინია, შეიძლება ვერ ეგუება ამას და ზოგჯერ ასეთი ადამიანები რაღაცას ემიჯნებიან. ხო, კიდევ რას ამბობს კორიგუდი? მარტო კორიგუდი არ ამბობს ამას, რასაც ახლა მე თქვენ გეტყვით, ამას ამბობს ბევრი კონტაქტორი. მაგალითად, ეს გოგოებიც პანდორა, ლეტალია, ალიონა ბერეგინა. თუ თქვენ აი მაგალითად მამაჩემი სულ უსმენდა ინფორმაციებს, არ გადაგართმევიებდა სხვაგან, არ მამაჩემი, არ ჩემი დედინათვალი, სულ უსმენდა ინფორმაციებს. ხო, მე უყეყელს შემომივიდა ამ ინფორმაციის მოსმენა, სულ ერთ და იგივე, ხო და
თან ნეგატიური საერთოდ უნდა არიდოთო თავი ამბობს კორიკუდი თქვენ თუ უსმენთო პოლიტიკურ გადაცემებსო თუ უსმენთო არა თვალი უნდა ადევნოთ უნდა იყოთ საქმის ყურში მაგრამ სულ უსმინოთ ამ ომების შესახებ რა ხდება მსოფლიოში ნეგატიური ან გეი პარადი ან როგორ გაეკიდნენ გეიებს ან ლესბოსელებს და ცემეს ან კიდევ ნუ ბევრი ასეთი ნეგატიური ხო ან და მაგალითად ომებია ან გვაჩვენებენ გვამებს რასაკურველი ეს ყველაფერი მოქმედებს ვიბრაციებზე არა უგულოება არ უნდა გამოიჩინოთ არამედ ჩვენ ყველამ ჩვენ ვიბრაციებზეც უნდა ვიზრუნოთ ჩვენ ხომ უნდა გადავრჩეთ იმ ხალხს ვერაფრით უშველით ხო დაუშვათ მაგრამ ჩვენ ხომ უნდა გადავრჩეთ ჩვენი სული უბრალოდ ხომ უნდა გადავარჩინოთ მათი სული ყველა ეს ხალხი ვინც იღუპება თუნდაც მე დავიღუპო ახლა ხო მომენტში მე უნდა მივიღო ეს ციკლი კი ცოტა რთული ადვილია სალაპარაკოთ მაგრამ თქვენ უნდა შეეგუოთ ყველამ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ სიტუაციას რაც ხდება და ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე აი მაგალითად მე ვამბობ რომ მე ვაუქონ ყველაფერს ცუდს ახლა ბლოკდაუნთა შინებენ ხალხს ბევრი გამოდის ევროპაში მაგალითად უკვე მაისში აპირებენ რომ ბლოკდაუნის ლოკდაუნს მანამდე აპრილი იყო და მე ვკითხე იმ გოგოებს ალენა ბრეგინას მივწერე ნუ თუ მართალია მეთქიეს და შვიდად შეგიძლია თუ ითხოვოთ მე პასუხა ალენა ბრეგინა და არის ფიქრობთ ამაზე არის შიშა ჩაიდოთ გულში თქვენ რაც გინდათ თქვენ ხა ნეგატიურზე ვიფიქრებთ ამაგათად მე სულ იმაზე ვიფიქრო ლოკდაუნია და საჭმელი უნდა მოვიმარაგო და ეს არ უნდა იფიქრო ჩვეულებრივად არა ნუ ხა მარაგი კი უნდა კონდეს საკვების მე ერთად ინვალიდი ადამიანი ვარ ჯოხი დავდივარ და მე ვცდილობ ერთიანად ვიყიდო და დავდვა რომ მე არ ვირბინო წარამარა რადგან მიჭირს რეალური კალიასკი წავალ ყიდულობ როდესაც ავიღებ ფულს რაღაცას და მომაქვს და ხოლოდ მიჭირს პურზე წასვლა და ახლოსაც ჩემთან ყველაფერი თითოეული კილო მაგრამ რაღაცა მაინც რომ შვიდათ იყოთ ხო მე მაგალითად შვიდათ ვარ არ ნერვიულობ იმიტომ კი არა მარაგის იმიტომ კი არა არ უნდა გაიგეთოთ რომ რაღაცას ელით არა ფული ყოველთვის არ არის ხო რა ქრისტთან ხა მაგალითად გადასახდელი კომუნალურები და მე ვდებ პროდუქტს იმიტომ რომ შემდეგ არ ვინერვიულო ნისიად კიდე არ მინდა ავიღო კი მომწევ მაგრამ არ მინდა ეს ყველაფერი ვალია და რომ შვიდათ ვარ კუთხეში რაღაცა მაქვს და შეიძლება არ მოგდები მე ვარ შვიდათ ხო რატომ და როდესაც შენ არც ფული გაქვს არც საკვები გაქვს კუთხეში ნერვიულობ ეს სტრესავს ადამიანს ხოლო ამის გამო რომ ჩემი ვიბრაციები გავამშვიდო შევინარჩუნო და წამყვანი შემდეგი კითხვას კითხულობს რა როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ ვინმე არცემს პარტიის თქვენ თავისუფლებას და თქვენი თანხმობა არ აინტერესებთ თანახმა ხართ თქვენ თუ არა და როგორ მოიქცეოდით თქვენ ამ შემთხვევაში ეს შეკითხვა მიმართულია კორიკუდისკენ ხო კორიკუდი ყვება ახლა მის მაგალითზე ის ძალა რომელიც მას აწუხებს და რომელიც მასთან კონტაქტში შედის რომელსაც მოვლენად წარმოადგენს კორიკუდი მაგალითად ჩვენ ვამყარეთო საზღვრებს იმათან ვინც მიდის ამ ქვეყნიდან ხო მაგალითად ჩვენ ვამყარეთო საზღვრებს ბნელ ძალებთან დაკავშირებით და ის ბნელი ძალებიო ყოველთვის შეეცდებიანო ჩვენზე იმოქმედონო ამ ადამიანების სახით რომლებიც ცდილობენ თქვენ დაბუნიკებას თქვენ დატრიგირებას ამაზე მოქმედებენ ბნელი ძალები ნეგატიური ძალები რომ თქვენ ეს არისო თქვენი გამოცდა ეს არისო მათ აინტერესებდა თქვენ როგორ მოიქცევითო ამ და იმ შემთხვევაში ხო რასაც მე თქვენ ახლა გეუბნებოდით და
თუ რა გონიათ ჩვენ გმართავენ წვრილი დონიდან ნეგატიური ძალების მაგათი იგივე არ კონდებს შეუძლიათ ჩვენზე ზეგავლენა ჩვენზე მოქმედება და როდესაც ჩვენ ცტუნებას ავყვებით და რამე ნეგატიურს გავაკეთებთ აი ამ მომენტს ელოდებიან ისინი რომ შემდეგ ჩვენგან ეს ენერგია შთანთქონ ან თუ ეს გამოცდა ჩვენ ამ გამოცდას ვერ ჩავაბარებთ ხო თუ ასე მოვიქეცით ეს შევიწროვება სხვა ადამიანის მხრიდანაც იგივე გაკვეთილია ზოგჯერ უბრალოდ ჩვენ ატყოფნის ნებისყოფა და ნერვები ეს მოვითვინოთ აი მაგალითად ხანდახან ჩემ შემთხვევაში ხდება ჩემო კარგებო ხდება და თქვენ არ გაიმტყუნოთ თქვენი თავი ეს ყველაფერი ხდება იგი ავიღოთ იგივე თუ რა გონიათ წმინდანებს რომ უწოდებდნენ დედამიწაზე ხომ დადიოდნენ ხომ არიან მაგალითად ინდოეთში თუ რა გონიათ მაგათ ყველაზე გამოიცდება ყველა ნეგატიური აზრებით მაგრამ აზრებსაც უნდა დალაგება უნდა აზრებსაც დალაგება იმიტომ რომ აზრებიდან იწყება ყველაფერი მე ხა იცით რა შეიძლება ბერმა გაიფიქროს რომ ეს ვიდეო ცოტა მოწყენილია მოსაწყენია უფრო სწორად მოსაწყენია მაგრამ მე მგონია რასაც კორი გუდი ამბობს ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყოველ ადამიანისთვის ეს გამოცდილი ინსაიდერია კოსმოსური პროგრამის მონაწილეა ყოფილი ხო კოსმოსური პროგრამების მონაწილეა მაგრამ ამასთან კონტაქტში შედიოდნენ რუხები უფრო რუხებმა აქ ჩაუდვეს სინა კორიგუდის მარცხენა ყურში ცალყურში არ ესმის მარცხენა ყურში კორიგუდს იმიტომ რომ სინა ჩაუდვეს ბავშვი რომ იყო მოზარდი რაღაცნაირი სინა ჩიპი სინის მაგვარი ასე სამი ანტენა აქვს ისეთი და ისა ბარბანა ეპერეპონკა რომ აქვს ადამიანს ის გაუსხდა ამის გამო იმიტომ რომ ამ ბარბანა ეპერეპონკათი შეუყვანეს შიგ და ცალყურში არ ესმის და რო ყოფოდა ეს კორიგუდი თუ როგორ აწამებდნენ ისა გამაყუჩებლების გარეშე უტარებდნენ ექსპერიმენტებს სტეპს მოგიდგენია ცოცხალ ცხელზე რაღაც სტეპის ჩატარება შემდეგი შეკითხვა შეერთებული შტატები დღესაც აკონტროლებენო თვარე და მარსო კორიგუდი პასუხობს მე ვთვლიო რომ კოსმოსური სექტორი იმყოფებაო მსხვილი კომპანიების გავლენის ქვეშ მმართველობის ქვეშ და უდიდეს როგორ გითხათ და უდიდესი წილი ამ კოსმოსურ სექტორში აქვენო ამერიკას ანუ რატომ გამეცინა ვიღაცამ შეკითხვა გამოუგზავნა წამყვანს იქნება თუ არაო სინამდვილეში არმაგედონი ეს ჩაბარდა წარსულს უყო ჩვენ ისეთ ხაზზე ვართ აი მე გაგეცით პასუხი მაგრამ მაინც მაინტერესებთ რა სიტყვის კორიგუდი ამბობს ну შეიძლება ამა თუ იმ ფორმაში ეს არმაგედონი მოხდესო ну თუ მაგი გულისხმობს კი არმაგედონი რა არის კატაკლიზმები ხო კატაკლიზმები ახლაც ხდება და სრული მასშტაბით არმაგედონი არ იქნება იმიტომ რომ ჩვენ დროის ხაზს კორექტირებას უკეთებენ რომ სხვა ხაზმა არ შეცვალოს მე გითხარით რომ რა აზრებით ჩვენ გაგვაჩნია აქედან გამომდინარე იკვებება ეს თუ ის ხაზი დროის ხაზი ან ნეგატიური ან პოზიტიური მე ვეთანხმები კორიგუდმა თქვა რომ იმდენი ისეთი ბრძოლა მიდისო სიკეთის და
ძნელი ბოროტული ძალებს შორისო ეს ჩამოგავსო ხმაურიან დინარეს, როდესაც წყალი ეხეთქება ზევიდან ქვევით და ბობოქრობს, აი ამას ჩამოგავსო. შემდეგი კითხვა, დაკავშირებულია თუ არა ადამიანების გაქრობა დრაკონიელებთან ან სხვა ნეგატიურ უცხო პლანეტელებთან. ადამიანების დაკარგვა, გაქრობა ეს არის მთელი ინდუსტრია კონტრაბანდული ქსელისა და ხალხს იტაცებენ არა მხოლოდ დედამიწიდან. ხალხს იტაცებენ ბევრ ჰუმანოიდებს სხვადასხვა პლანეტებიდან. გააჩნია. იტაცებდნენ ადრე და რაც შეეხება დედამიწიდან გადაცებას, უფრო გადაცება ხდება, ამას მე გეუბნებით. სხვა წყაროზე დაყრდნობით, რომ უფრო ლათინო ამერიკულ ქვეყნებში, სადაც ბევრი არის უპატრონო ან რეციდივისტები, როდესაც მე ამაში ახალი ის ვიყავი შემოსული, ვეცნობოდი, მხოლოდ გაცნობის სტადიაზე ვიყავი ამ ინფორმაციასთან. ერთ ვიდეოს წავაწყდი, სადაც ერთი გამოქცეული რეციდივისტი ყვებოდა იმაზე, რომ ციხიდან, სადაც ეს ყველაზე მძიმე დამნაშავეები ზილარიან, არ მახსოვს ზუსტად რომელ ქვეყანასთან იყო ეს, არგენტინასთან თუ არ მახსოვს და დიდი თებში ყოფილა წყალზე, ოკეანეში ტივტივებდა და ეს ხალხი, ეს პატიმრები გადაყავდათ გემით ამ ხომალდზე და ამ პატიმარმა დაინახა დრაკონიელი და მიხვდა რაღაცაში იყო საქმე და გამოიცა იქედან და დიდი ხანი იმალებოდა. შემდეგ ეს ადამიანი მაინც და ამან მოყვა ეს ყველაფერი, რომ დრაკონიელებს მიყიდეს ეს პატიმრები, ესენი ყველა უპატრონო იყო. ხო და როგორ გამოიყენებდნენ ამათ ეს დრაკონიელები, წარმოდგენაც კი არ მინდა. იმიტომ რომ ადამიანებს მიყიდდნენ ხოლმე ხანდახან საკვებად მათ. და მაშინ ამ ინფორმაციამ დიდი შტაბის-შილება იქონია ჩემზე. ხო, ამ ხალხის გადაცებული ხალხი ხალხს ყიდულობენ სხვადასხვა პროგრამებისთვის, ან მონური სამუშაოსთვის, ან ქალები თუ არიან რაღაც ექსპერიმენტებისთვის და ზოგჯერ კორიგუდი ამას არ ამბობთ, მაგრამ მე ვიცი, რომ ხალხი მიყავთ სპეციალურად იმისთვის, რომ გამოიყენონ მათი რაღაც ნაწილი თავისა, რომ კიბორგები შექმნან. და მე მაქვს ნათქვამი ერთ ვიდეოში, რომ კოსმოსში იყო ბევრი ქარხნები, კონვეიერები, მთელი კონვეიერები, სადაც ხალხს ყიდებდნენ და რაღაც ნაწილს არ მახსოვს ზუსტად რა ნაწილია, შუა ნაწილია თავის ტვინის უფრო სწორად იყენებენ კიბორგებში და დანარჩენს დარჩენილი სხეულის ნაწილებსაც იყენებდნენ სათანადოდ, სხვადასხვა მიზეზებისთვის, რასაც ახლა მე არ გამიმეორებ, არ მინდა. ხო, და ზოგჯერ იყენებდნენ, ყიდულობდნენ ამ ადამიანებს არა ადამიანური ფორმის უცხო პლანეტელებიო, სულ სხვა სიცოცხლის უცხო პლანეტელები, რომლებიც ადამიანებს კი არ გავლარიან, არამედ არიან ჰუმანოიდები ან კიდევ სხვა ფორმის. და მაინც თქვა კორიმეს და ბევრი მათგანიო გამოიყენებაო იმისთვის, რომ გამოკვებონო ხო ამ ადამიანებით არა ადამიანური
ფორმის უცხო პლანეტელები. მაგალითად, ინსექტოიდებიც არიან ისეთი ფორმის ინსექტოიდები და ჭიანჭველები, პატარები კი არა, 3-4 მეტროიანები, რომლებიც იკვებებიან ხორცით. შეკითხვა ასეთი იყო. ვინც ეს შეკითხვა დასვა, მას ყოლია ვაჟი. მოქმედესო თუ არა მზის ამორქევა ჩემ ვაჟზეო. კორიგუდი პასუხობს, რომ ჩემი ინფორმაციითო, ის ყოველთვის ასეთ მშრალ პასუხებს იძლევა. მზე საქვსო ცნობიერება და მზეო იქცევაო კაცობრიობის მიმართ თავისებურად. არის სამეცნიერო ახსნა ამ მოვლენისაო, რაც ხდებაო. და ბევრი მეცნიერული მტკიცებულება არისო იმისა, რომ მზე არის ცნობიერება. ეს დამტკიცებულია, რა თუნდა ამას მკითხაობა. ყველა პლანეტას აქვს ცნობიერება და სული. რადგან ყველაფერი ცოცხალია. ცნობიერება, რომელიც აქვს მზეს, მე ამ ინფორმაციას ყველაფრის შემდეგო, რაც მე გადავიარეო, ამ არსებებთან კონტაქტის შემდეგ, მე ინფორმაციას ვიღებო, არა როგორც შეიძლება, არა ინფორმაციას ვიღებო ჩვეულებრივათო და არ ვყოფო ამ ინფორმაციას სწორზე და არასწორზე, უბრალოდ ჩვეულებრივად ვიღებო ინფორმაციას. კორი გუდი ამბობს, რომ ინფორმაცია არ უნდა მიიღოთ, როგორ გითხრათ, ინფორმაცია არ უნდა მიიღოთ, როგორც როგორც არ უნდა მიიღოთ ფანატიკურად. მე ვეთანხმები კორის, ლეტალი ამას თქვა. ფანატიკურად არაფერი გააკეთოთო, ჩვეულებრივათო. და კორი ამბობს, რომ მე უკვე მივატოვიო ფანატიკურად ინფორმაციის მიღებაო, იმიტომ რომ ინფორმაციის ძიება შეიძლება გახდეს ნარკოტიკი. აი მაგალითად აგიტაცია გააკეთო, აი მე რომ ახლა ყვები, რაღაცებს გითარგმნით, მე არ მაქვს უფლება მაგალითად თქვენ გინდა თუ არა აი დაიჯერეთ ეს გითხრათ, ან ის დაიჯერეთ გითხრათ, არ შეიძლება. ჩვეულებრივად, მე უსვამ ყველა ინფორმაციას ჩვეულებრივად. როგორ შემეშინდა. ჩვეულებრივად და ეგ უკვე თქვენზეა, თუ შედის თქვენთან რეზონანსში, საკურველია თქვენ ამას მიიღებთ, მაგრამ თუ მაგალითად რეზონანსში არ შემოდის ჩემთან ინფორმაცია, მე მას ვერ ვღებულობ. ყველაფერი ინფორმაციას უყურებ როგორც ინფორმაციას. მე არ ვაძლევ უფლებას ინფორმაცია გახდეს ნარკოტიკი. და არც არავისთან შევალ კამათში მე მაგალითად სწორია ეს თუ არა სწორი. თქვენი ნება, თქვენ როგორც გინდათ ისე მიიღეთ ინფორმაცია. მაგრამ ფანატიკურად არაფერი უნდა მიიღოთ. ესეც მოქმედებს თურმე. ფანატიზმი ძალიან ცუდია. ამიტომ თვითონ კონტაქტორი, რომელიც ამბობს, რომ მეც არ დამიჯეროთო, თქვენ გულს დაუჯერეთო, თქვენ ინსტინქტს დაუჯერეთო, თქვენ რეზონანსს დაუჯერეთო, მართალია. შეიძლება ის, რაც თქვენთვის მისაღებია, ჩვენთვის არ იყოს მისაღები. ამიტომ მე თქვენ გაძლევთ ამ ინფორმაციას მოსასმენად. დანარჩენი თქვენზეა. გინდათ მიიღეთ, გინდათ არ მიიღეთ, ყველას გაგაჩნია თქვენი ინსტინქტები, თქვენი გზნობები და მაგრამ თავარია რომ ვინმეს ისეთი ადამიანის გავლენის ქვეშ არ აღმოჩნდეთ, მაგალითად არიან რომ რობოტებიც გამოდიან. შეგნით ცარიელი სული არა აქვთ ხომ ბიორობოტებს, ხო? არიან ასეთებიც. არიან კლონებიც, არიან ბოტები და თხილად უნდა ვიყოთ რომ
ხანდახან ტროლების, ბოტების და ამ რობოტების ხელში არ აღმოჩნდეთ. თხილად უნდა იყოთ ყველა რასაკვირველია, მეც ვთხილობ. მე არ წყინს, ხანდახან რომ იგზავნიან SMS-ებს მეთქი რასარობოდა, რომ წერენ, იმიტომ რომ იმ ადამიანს ცუდი არ უნდა ჩემთვის, რომელიც მე წერს, რომ ზოგჯერ ჩვენო შეიძლებაო, სწორი ინფორმაცია გვეგონოსო, მაგრამ ეშმაკისებული იყოსო. მესმის ადამიანის, მესმის. მას კარგი უნდა, რადგან ის ამას წერს ჩემთვის. მაგრამ ჩვენ ყველას გაგვაჩნია ჩვენი ტვინი, გაგვაჩნია ჩვენი ასე ვთქვათ, ფასილობები, ხომ? ეგ უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. პიროვნებაზე არჩევანი ყოველთვის არის დამოკიდებული პიროვნებაზე და არ უნდა არავის არ აქვს უფლება დაუშვათ ვინმე რამე აიძულოს. ვინმე აიძულო, მაგალითად ეს დაიჯერო, ან ის დაიჯერო. ამის უფლება ნამდვილად არ აქვს არავის. არც მე მაქვს ამის უფლება და არც ვინმეს გააჩნია ამის უფლება მე ამიგზალოს, მაგალითად მოვუსმინო თუ არ მოვუსმინო. რამდენი ადამიანებიც ვართ, იმდენი აზრები გაგვაჩნია, მაგრამ მე გითხარით, რომ ჩვენ ვართ განვითარების პროცესში. ჩვენ ყველანი ადრე თუ გვიან ყველას გაგვახსენდება თუ სინამდვილეში ჩვენ ვინ ვართ. მაგრამ ამისთვის უნდა მოვუსმინოთ ჩვენ ინფორმაციას. რომ გავერკვეთ, მე მაგალითად საიდან ვიცი ამდენი რამე, იმიტომ რომ ვუსმენ. მართალია ახლა ზოგჯერ მეხსენება მალადობს. ხანდახან ვითიშები, მაგრამ არა უშავს. და კორიკუდი ამბობს, მე როდესაც ღებულობ ინფორმაციას, მე მას ვსწავლობო და ვეკითხებიო სხვასაც. მაგალითად ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით და შემდეგ წყვეტო ეს ინფორმაცია მივიღო თუ არა. შემდეგი შეკითხვა მაყურებლისაგან. როგორ გრძნობთო კორიკუდს მიმართავს, როგორ გრძნობთო თავს იმის შემდეგ, რაც ქონდათო თქვენო კონტაქტი იმ ქვეყნიურ ძალებთან. რაღაც ძალებთან, კორიმ არის ეს რა არის. როგორ თქვაო, ამბობს კორიკუდი. ჯერ კიდევ არა ვართო გამოსული. არ ვიცით რა გიპასუხოთო, იმიტომ რომ ხშირად ჩემი ოჯახის წევრებიო ხედავენო, ის არსება, რომელიც იმ ამათან კონტაქტში შემოდის, ხანდახან გაუფრთხილებლად ახსენებს თავის თავს. და ჩვენ ვცდილობთო უბრალოდ, რომ არ გავარფრთელოთო ინფორმაცია ახირებულად. თავს ვარიდებთო ამას. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ გავარფრთელოთო. თავს ვარიდებთო. არ ვიცი კორიკუდის რა ჭერს, რაღაც შეცვლილია. კორიკუდი ამბობს, ადრე მე რომ ინფორმაციას ვარფრთელებდიო, ახლა რომ შეიძლებოდეს რამე შეცვლა, მე სხვაგვარად გავარცხლებდი ამ ინფორმაციას. ანუ ეტყობა რომ კორიკუდი მოტეხილია. ის ადრე იყო უფრო აქტიური, ადრე იყო უფრო ცოცხალი. თითქოსა დააშინესო. და კორიკუდი ამბობს რომ კორიკუდა ხშირად ჩემთან მოდიანო ჰუმანოიდები, ლურჯი ფერის კანით, სხვადასხვა ჰუმანოიდები და მე მივყავარო. და ეს კი ეს არსება, ეს მოვლენა ამ მოვლენის მიმართ დობა არ მაქვსო. არ ვიცი როგორ აღვიქვაო ეს მოვლენა. რაღაც ძალა აწუხებს მის ოჯახს. მინდა შეგახსენოთ და კორიკუდმა არ იცის თუ როგორ დაახტიოს ამ მოვლენას თავი. ბევრი თვლის რომ ეს არსება არის რომელიმე ეზოთერიკური მასწავლებელი ან აღმავლობაში ასული პიროვნებები.
მათ არ აქვთ ერთიანი თვალსაზრისი. ამ არსებებს არ აქვს ერთიანი თვალსაზრისი. რომლებიც აკითხავენ კი არა, რომლებსაც კორიგუდი უწოდებს მოვლენას. ყველაფერი იცვლება, ვითარდება. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ასეთ მოვლენას ეჯახებიანო და მათ აქვენო გამოცდილება ამ მოვლენებთან ურთიერთობის. მაგრამ ჩვენ ყველანი ამ გამოცდილებას ღებულობთ სხვადასხვაგვარად. ჩვენ ვცდილობთ თუ გავიგოთ თუ ეს არამიწერი გონება რატომ არ გვანებებსო თავს. ეს არსება ჩვენ გავაგდეთო, მაგრამ ის ყოველთვის პოულობსო საშუალებას ჩვენ დაგვიბრუნდესო. და სინამდვილეში ამ არსებას რა მიზნები აქვსო, რის მიღწევას ცდილობსო. კარგი, მე ამაზე შევჩერდები, იმიტომ რომ ცოტა ისეთი დამძიმებული მშრალი ისა ვიდეო თქვენ ჩაგეძინებათ ალბათ. ამაზე შევჩერდები. მადლობთ ყურადღებისთვის.